მოგესალმებით მეგობრებო. მე ვარ კორეაში. სადაც წამოგვიყვანა PSP და მიზონმა. წამით. ეხლა მინდა რომ გაგაცნოთ მიზონის პროდუქტები და მოვიდეთ. ჩრდილოეთ კორეაში ჩემი ტერძავით სამხრეთში შემიშვებს ჩრდილოეთ კორეაში და სხვა შორის არც მაქვს ინტერესი. ასე იგი საოცარი რამე გავიგე. დღეს ჩვენმა მასპინძლებმა ეს მიზონის გოგოები, რომლებიც კომპანიაში მუშაობენ და ძალიან კარგად იცნობენ კორეას, იმიტომ რომ ადგილობრივები არიან, მითხრას ისეთ საოცარი რამ, რომ თურმე კორეაში რესტორანი რამდენად ძვირფასია, განისაზღვრება იმით და ზოგადად თურმე კორეელები ყოფილან შეპყრობილი გარეგნობით. ანუ ყველაზე მეტი პლასტიკური ქირურგია თურმე აკეთდება, რაღაცა გაზეთვილია. პლასტიკური ქირურგიის ბუმია თურმე აქ ამ ქვეყანაში და იკეთებენ თურმე უამრავ პლასტიკურ ქირურგიას ოპერაციას, განსაკუთრებით აი პოპულარულია თურმე თვალების გადიდება. მოკლედ აქ ასევე არის ძალიან თურმე ამ გარეგნობაზე აქცენტის გაკეთება, მათ შორის უცნობი ადამიანებისთვისაც თურმე ეს ოკეია. ანუ წარმოიდგინეთ ადამიანს რო არის ცნობა გარეგნობაზე რამე მინიშნება რომ გაგიკეთოს რა სიგიჟეა, მაგრამ აქ ეს ითვლება თურმე აი ჩვეულებრივ სტანდარტად. ასევე გაგვიზიარეს გამოცდილება რომ პლასტიკური ქირურგია თურმე ყველაზე პოპულარული აქ ყოფილა, იმიტომ რომ ყველაზე ბევრი ოპერაცია კეთდება. ნუ ტუჩს თურმე ყველა იკეთებს, ცხვირს თურმე ძალიან ხშირად იკეთებენ. და ზოგადად თქვენ იცით რომ მიზონი არის ზოგადად PSP არის კორეული ბრენდის შემომტანი და ეხლა კორეული ბრენდი არის ძალიან პოპულარული თავის მოვლის საშუალებებში. და მიზონი არის ერთ-ერთი ძალიან მრავალწლიანი გამოცდილები, ძალიან სანდო, ძალიან რეპუტაციული. ჩვენი მასპინძელი არის მიზონი. რამდენი რამეს მიგზავნი ძალიან მომწონს, ძალიან მომწონს და მადლობა. რომელმაც წარმოიდგინეთ სხვადასხვა ამ შემთხვევაში საქართველოს მასპინძლობენ თორე სხვადასხვა ქვეყანას ეს მასპინძლობენ, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ჩამოყავთ აქ რომ გაგვაცნონ მათი ბრენდის მომხმარებლებს და ზოგადად და იმ ადამიანებს, რომლებიც ამ კუთხით და ამ სფეროში გარკვეულ რაღაც რეკლამას უწევთ პროდუქტებს, წარმოიდგინეთ გაგვაცნონ აი ეს პროდუქტი, რომელიც ძალიან მალე ჩაანაცვლოს ბოტოქს ამბობენ. ანუ კორეელები უწინასწარმეტყველებენ, კორეა ზოგადად ხო იცით რომ ტოპ არის ახლა სახის მოვლის ამბავში, იმიტომ რომ ზოგადად 21 საუკუნეში უკვე რაც უფრო ნაკლები ქიმია, რაც უფრო ნაკლები პარფიუმია, რაც უფრო მეტად ბუნებრივია, რაც უფრო მეტად ბალახია, უფრო მეტი ფასი აქვს. შესაბამისად კორეელები გადავიდნენ მთლიანად აი ამ ბუნებრივ ამბავზე, იმიტომ რომ აჯობენ სხვებს. და ამბობენ წარმოიდგინეთ, რომ აი ეს ძალიან მალე და ზოგადად ამ ბოლო დროს არის პეპტიდების ბუმი. პეპტიდების ბუმი არის იმიტომ რომ კვლევებმა აჩვენა რომ პეპტიდი ძალიან ეფექტურად ებრძვის ნაოჭს, ძალიან ეფექტურად. შესაბამისად აი რაღაც ერთი პერიოდი ხო იყო რეტინოლის ბუმი, ახლა დაიწყო პეპტიდების ბუმი, იმიტომ რომ ჯერჯერობით და ამ კვლევის მიხედვით პეპტიდს უკუჩვენება არ გააჩნია. ანუ პეპტიდებით ებრძვიან ნაოჭს. ოღონდ ძალიან ბუნებრივად, ისე რომ თან რაღაცა ადეკვატური იყო შენ სასახთან შედარებით და თან ამბობენ რომ თუ ამ პეპტიდების გამოყენება სწორად დაიწყება, მალე შეიძლება ბოტოქსი საჭირო აღარ იყოს. და ეს არის წარმოიდგინეთ 7 ინგრედიენტით პეპტიდი, რომელსაც აქვს ესეთი ტექსტურა. ნახეთ? აი ზეთოვანი თითქოს, მაგრამ რო ისვამ, ზეთი არ არის და ძალიან მალე იწოვება. ეს ჯერ საქართველოს შემოსული არ არის და ძალიან მალე შემოვა. და ამბობენ რომ აი ამისი ხშირი გამოყენება, პეპტიდები ზოგადად ხშირი გამოყენება და ეს წარმოიდგინეთ 7 ინგრედიენტით პეპტიდია, ძალიან მალე ჩაანაცვლოს ბოტოქს. ასევე რაც ჯერ ჩვენთან არ არის, ეს არის წარმოიდგინეთ არ გამიხსნია, ახალი პროდუქტია. კოლაგენის პროდუქტი. თქვენ იცით რომ კოლაგენის საჭიროება ორგანიზმში არის აუცილებელი იმისთვის რომ ადამიანი არ დაბერდეს, თმა, სტრუქტურა სწორად ჰქონდეს, ფრჩხილი და ასე შემდეგ. ამიტომ ეს შემოვა ძალიან მალე საქართველოში და შემოიტანს PSP. იქნება ამის შემომტანი. ეს არის მიზონის 7 ინგრედიენტის ბუსტერი და პეპტიდი, რომელიც
სიმართლე რო გითხრათ, მე ხა ვერ გეტყვით, არის თუ არ არის ეფექტური, იმიტომ რომ ჯერ ახლა დავიწყე გუშინ დავიწყე ამის წასმა, მაგრამ ამბობენ რომ თვითონ როგორც კომპანიის წარმომადგენელმა გითხრა, ისინი იღებენ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ეს ჩაანაცვლებს ბოტოქს, ანუ ამისი ხშირი და ადრე გამოყენება ხა თუ 60 წლის ასაკში იწყებ ამის გამოყენება, გააჩნია ზოგს ახალგაზრდასაც ნაოჭი აქვს, მე მიმიკური ნაოჭი მქონდა ძალიან ახალგაზრდას. ამიტომ გააჩნია, თუ ხა ნაოჭი უკვე გაქვს და ნაოჭი შენისახეთ დაზიანებულია, ბუნებრივია პეპტიდი ვერაფერს ვერ გიშველის, მაგრამ თუ ხარ ახალგაზრდა, ჯერ კიდევ იმ ასაკში, როდესაც ნაოჭი შენისახეთ დაზიანებული არა აქვს, ჩატეხვები გაკეთებული არა გაქვს, შესაბამისად ამბობენ იმას, რომ მეც მიყვარხართ ყველა ძალიან. ამბობენ იმას, რომ ნახეთ 7 აი ესე აწერია, რომ დააკოპიროთ. ხედავთ? აი ეს არის. და ნახეთ როგორი რაღაცა ამბობენ, რომ ეს იძლევა საოცარ ეფექტს რაღაცა დაახლოებით უკვე 1 თვის 20 დღის გამოყენებაში აძლევს შედეგს მომხმარებელს. ეს არის კოლაგენი, ასევე მიზონი წარმოგიდგენთ ამას, რომელიც ძალიან ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუ ფრჩხილი თმა და ასე შემდეგ. მოკლედ მიზონმა ძალიან ბევრი საჩუქარი დაგვახვედრა, მართლა შოქში ვარ ამ საჩუქრებზე, რომელიც დაგვახვედრეს და ყველაზე მთავარი, ხალხო, ყველაზე მთავარი დაგვახვედრეს, ერთ წამი დამალოდე. წარმოიდგინეთ, მე ვარ ქერათმა. ქერათმა მაქვს, ხო იცით, ანუ ქერათმის დაზიანება როგორია, სულ გიშრება, ვერასოდეს ვერ იზრდი. ნახეთ. ეს არის შამპუნი, რომელიც არის Village 11 მიზონის შვილობილი კომპანია, რომელიც გუშინ პირველად გამოვიყენე და რაც შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, ბალზამი აღარ გჭირდება. ანუ კორეელები დღეს მიხსნიდნენ კი, გეთახმებით რომ ბოტოქსიც კი უჭერს, მაგრამ ეს არის ჩატეხილი და დაზიანებული რაც ბოტოქს უჭერს. კორეელები დღეს მიხსნიდნენ, რომ კორეელებს აქვთ თხელი თმა და აქვთ ზუსტად იგივე სინდრომი მათ თმას, რაც აქვს ქერათმის სინდრომს, ანუ როდესაც აი ქერათმას როდესაც ხშირად იღება ხარი, რომ გითხელდება ძალიან და ცმერცვენა მატულობს და მოკლედ ვერ იზრდი. შესაბამისად კორეელებმა თქვეს, რომ იზრუნეს ასეთი ტიპის თმისთვის და აი ეს შამპუნი შექმნეს, არ ვერ მივხვდი რატო დამირბილა ესე ბალზამის და ნიღბის გარეშე. ეს იყიდება PSP-ში. ეს აქვს PSP-ს. ეს არის Village 11 შამპუნი, რომელსაც რეკომენდაციას უწევს სრული პასუხისმგებლობით და ამას აქვს თმის ტრიტმენტები, განსაკუთრებით ქერათმისთვის და ამბობენ, რომ ძალიან მალე შემოიტანენ საქართველოში. ანუ ჩვენ ხომ მივდივართ მიზონის ქარხანაში და მე შევეცდები, რომ გადავიღო ყველაფერი ზღაპრული და განახოთ ზღაპრული გარემო, იმიტომ რომ ეს არ არის ეს ბიუჯეტურია. აი ეს არის ბიუჯეტური. და მე შემიძლია რომ განახოთ გარემო, ქარხანა, მიზონის, რა კეთდება, იქ როგორ კეთდება, რა ახალი პროდუქტები აქვს, რისი გამოყენება შეგიძლიათ. ეს არის თმისმცვენის შამპუნი, რაც უკვე გითხარით. ეს არის მათი ახალი რაღაცა know-how ბუსტერი, რომელსაც ამბობენ, რომ ძალიან მალე ჩაანაცვლებს მას, რა ქვია, ბოტოქს და ნუ დანარჩენი იცით. ძალიან მიყვარხართ მეც. ახლოს მოვიტანა შამპუნი, აი ნახეთ. ეს არის შამპუნი. ეს არის მართლა საოცარი შამპუნი. ამის პასუხისმგებელი ვარ მე პირადად. საოცარი შამპუნია. ოღონდ არა შედეგის თვალსაზრისით, არამედ ეფექტის თვალსაზრისით, ანუ გუშინვე და ანუ გუშინ რო დავიბანე, უკვე წარმოიდგინეთ არა მაქვს ბალზამი წასმული, ნახეთ რა რბილია თმა და არც დავარცხნილი არა მაქვს ქერათმას, ხო იცი თუ არ ვარცხნი, ძალიან რაღაცნაირი გაფუწული ხდება. ხო და შესაბამისად, მარია რა საყვარელი ხარ? 15 დღე ჩემი ცხოვრება შეცვალეო და რა გავაკეთე, რატო? მარია რა მოხდა? ძალიან მაინტერესებს რატო შეცვალე 15 დღე შენი ცხოვრება, რო არ მომყვა გავგიჟდები. იცით რა არის? მარიამი ვარ ბოკერიაო და რატო შეცვალე შენი ცხოვრება, რა არ მახსოვს? რამე მოხდა? იცით რა არის ის არა ქვია, ეს ნებისმიერი თმისთვის არის, ეს არ არის ქერათმის, ეს არის ნებისმიერი ფერის თმისთვის, რომელსაც ვშივა. უბრალოდ მე ძალიან დამირბილა და გამიკვირდა, რომ ქერათმას განსაკუთრებული მოვლა ჭირდება. ბარიატრიაო. მარია, მითხარი, რამდენის კლება დაიწყე? ანუ რამდენი დაიკელი უკვე? ეხლა გვიდგინე ვინ ხარ. ბარიატრიის ოპერაცია გავუკეთეთ გოგოს, საოცარ გოგოს, რომელსაც ესე სურპრიზი გავუკეთეთ უბრალოდ და ოპერაცია ვაჩუქეთ. შეხოთშორის შენი ოპერაციაც 15 დღეში დავიკელი 15 კილო დავიკელი 11 დღეშიო. What? 15 კილო 11 დღეში შეხოთშორის ესეც PSP-ა. რომელიც დაგვეხმარა შენი ოპერაციაში, შენს ოპერაციაში, ისე როგორც PSP ჩემ მასპინძელი აქვს. ეს არის თმის შამპუნი თმისმცვენისთვის, საოცარი დამარბილებელია, PSP შეგიძლიათ რომ შეიძინოთ, მიზონის შულობილი კომპანია და ეს არის ბუსტერი, რომელიც ნახე, ძალიან ბევრი პროდუქტი გვაქვს ნახეთ. მისი რა ქვია?
მიზონის, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამბობენ, რომ ეს შეცვლის ძალიან მალე ბოტოქსს. ანუ რა მაგარია 11 დღეში 15 კილოს დაკრება, მართლა შოქში ვარ. მარია. და მითხარი რა შენი ცხოვრება უკვე სხვა არის. მომიყევი რა. მოგწერე კიდეც პირადშიო. და არ გინახავს არ ვიცი, ალბათ თელი ცხოვრება თქვენ მადლობელი ვიქნებიო. ანუ ეგ ხო, მაგრამ რა მაგარია, ანუ უკვე გრძნობ რა ძალიან ბედნიერი ხარ, ხო? ხახნა დაგათვალიერებინე ჩვენი სასტუმრო, რომელიც გაინტერესებს სასტუმრო, რომელიც მიზონმა დაგვახვად რა. დაგძელებული თმაზე არ ვიცი, დაგძელებული თმა ხო იცით როგორ არის? დაგძელებული თმა არის რაღაცა მკვდარი რა. ანუ არაფერი არ შველის მაინც, მე რომ მქონდა დაგძელებული არაფერი არ შველოდა. მე ძალიან მიყვარხარ. მე ვარ კორეაში, სადაც ჩამოგვიყვანა მიზონმა და PSP-მ, იმიტომ რომ გადავიღოთ მიზონის ახალი პროდუქტი, რომლის წარდგენაც უნდა საქართველოში, იმიტომ რომ ფიქრობენ მიზონის კომპანიაში, რომელიც არის ძალიან სოლიდური კომპანია კორეულ ბრენდში, ფიქრობენ რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი მომხმარებელი მათი პროდუქტის და ამიტომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი ეს ახალი პროდუქტი წარდგენილი იყოს მაშინ რა ქვია, წარდგენილი იყოს საქართველოში. მიყვარხართ მე ძალიან აი, როდესაც საბოლოო მიზნამდე მივალ აუცილებლად დავწერ ყველას გავაგებებ, რომ სასწაული ხარ და ძალიან დიდი მადლობა, უღრმეს მადლობა მარია, ძალიან მიხარია, რომ ბედნიერი ხარ და ძალიან მიხარია, რომ გაგაბედნიერი სხვათა შორის ამ ოპერაციის თავი და თავიც PSP იყო და ამიტომ დასაფასებელია PSP, რომელიც სულ თანამშრომლობა და გვემოგრე. დამეთვალე სასტუმრო და დაგათვალები. კარგი, და ხა თქვენ მე მითხარით, როგორ უნდა შევაბრუნო კამერა? კამერა საიდან ბრუნდება მასწავლეთ? ბუსტერი 25 წლიდან შეიძლება? კი, შეიძლება ბუსტერი, იმიტომ რომ მოხმარებაა და ამიტომ მუცლის ხემშველის პურის გაქრობა და ტკბილის გაქრობა. მაშინვე ძალიან მარტივად დაიგდებთ. ის ბუსტერი მხოლოდ ერთნაირიაო? კი, ის ბუსტერი ერთია. და კორეელები ფიქრობენ, ანუ ეს მიზონის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მათ შექმნეს განსხვავებული მოდელი, ძალიან განსხვავებული მოდელი, იმიტომ რომ ეს 7 ინგრედიენტი, ანუ 7 პეპტიდია ერთ ბუსტერში წარმოიდგინა და შესაბამისად გაცილებით უფრო მეტი ეფექტი აქვს და მეტი ეფექტურობა აქვს აი ამ თვალსაზრისით, რომ ნაოდ შეგრძოლოს. Viewers ხედავ მე ეს რამ ხალხ რაღაცა კარდიოგრამებია. მალე შემოიტანს PSP, იმიტომ რომ PSP არის მიზონის წარმომადგენელი და მალე შემოიტანს. ნაოჭების საწინააღმდეგო, რომელზეც სხვათა შორის ამბობენ, რომ მალე ჩაანაცვლებს ბოტოქსს, ისეთი ეფექტურია. აი ეს, ნახეთ? აი ეს ბუსტერი. კი, კორეული ნამდვილად ყველაფერი ძალიან კარგია. აქ არის ერთი ბრენდი, რომელსაც მე ოდნავ მოგვიანებით დავდებ, რომელზეც ამბობენ, რომ ლამერი ჩაანაცვლა. წარმოიდგინეთ, ლამერი რა ბიუჯეტიანია და ამბობენ, რომ ლამერი ჩაანაცვლა იმ კონკრეტულმა ბრენდმა და ეხლა ვაპირებ, რომ წავიდე და ვნახო და რაღაცები ვიყიდო. და ისა რა ქვია, დავდებ აუცილებლად, რომ თქვენც ნახოთ და მე თქვენ შეიძინოთ. აუ, თქვენ ხართ ძალიან ლამაზი, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. თმის ამაგრები დღეს ვიყიდე, მოგწონთ? ეს არის კორეული, ანუ სტილი. კორეაში ყველაფერი ძალიან უყვართ ბავშვური. ანუ პოლიციის შენობასაც კი რაღაცნაირი ბავშვური ვიზუალი აქვს. წარმოიდგინეთ ის პოლიციელი, რომელიც შენობას ახატი არის, რაღაცნაირი მულტფილმის რა. გმირი და შესაბამისად ანუ ამ ძალიან უყვართ ეს ბავშვური რაღაცები, ფერები, ყველაფერს შეხედავ, გარედან გეგონება რომ რაღაცა kids ის არის ადგილი რა, საბავშვო ადგილი და ამ დროს შედიხარ და არა, რაღაც სუვენირების მაღაზიაა და დღეს რა შევედი, ეს მითხრეს რომ არის ადგილობრივი რაღაცა, ანუ ძალიან ისეთი რა, აქტუალური რა. და გადავწყვიტე რომ აქ ცოტა კორეელებს დავმსგავსო. გული გვაჩვენე ედითისთვისო. ვიცოდა? ეხავე. ტკბილი ამღებული მაქვს და პუდინგით, ვანაცვლე პუდინგით და გაჩნია რისი პუდინგით. სხვათა შორის, აუ, იცით რა ჩამოვწერე.
ჩამოვწერე კალორიების დათვლა. და წარმოიდგინეთ, ჩემი ცხოვრება აღარ შედგება რაღაცა იმისგან. ანუ ჩემ ცხოვრებაში მოხსენი შეზღუდვა. და სხვათა შორის ახლა როგორ დავდო ის არ ვიცი. როგორ დავდო? ნახეთ რა ვქენი რა. ავდექი და დღეში მადლობა თქვენ. წარმოიდგინეთ, დღეში დავიწყო კალორიების დათვლა, რაც ნიშნავს იმას, რომ აღარ ვიზღუდებ ჩემ თავს საკვებისგან. ანუ რაღაც ის უფლება მაქვს, რაღაც უფლება არ მაქვს, ესე აღარ ვშვები რა. ანუ ვჭამ ყველაფერს. მათ შორის ვჭამე მაგალითად 2 ყოზი ტირამისუც. კი. ვჭამე რაღაცა ერთი ლუკმა მივხვდი ადრე ბორმენტალი რაზე მუშაობდა რა. ზუსტად იგივე სპეციფიკაზე მუშაობდა. კალორიებს ითვლიდა. შესაბამისად, მოკლედ ავდექი როიცოდეთ კალორიებს ითვლის თუ გაქვთ ChatGPT-ც. მაგრამ ის აპლიკაცია, რომელიც ჩამოვწერე, ეხლა ნახეთ რას შვება. მთელი დღის განმავლობაში რასაც შეჭამ, ანუ ითვლის შენ რამდენი კალორიის მიღება გინდა რომ დაიკლოვე, მაგალითად მე დამიწერა, რომ თუ დღეში 1200 კალორიას მივიღებ, ძალიან დავიკლებ. ეხლა ნახეთ რა ხდება. ყველაფერს ასაც ვჭამ, ყველაფერს, თუნდაც ეს იყოს ვაშლის ნატეხი, ყველაფერს ვუყებ ფოტოს, შემყავს ამ აპლიკაციაში და ეს ითვლის კალორიებს და მეუბნება რომ შენ ამდენ კალორიას იღებ. და წარმოიდგინე, დღის ბოლოს გეუბნება რომ მაგალითად უკვე მიუახლოვდი შენ ლიმიტს და მივხვდი ერთ რამეს, რომ შემიძლია ვჭამო რაღაცა საათში ერთხელ და ძალიან ცოტა. ეხლა მაგალითად ერთმა გოგომ დამიწერა რომ ყოფნიდესო დღეში ერთი ტირამისუ გეყოფა. თუ შენს ტვინს ამას გააგებინებ, თუ შენ თავს დააჯერებ, რომ არაფერი აკრძალვა არ აქვს, არაფერი განსხვავებული არ აქვს და შეგიძლია რომ რაღაცნაირად შენს თავს უფლება მისცე, რომ ყველაფერი ჭამოაყო ცოტა გეყოფა. ამაზე მუშაობა გჭირდება უბრალოდ რა. ეხლა მე ჩავწერ ვიდეოს, ჩავწერ ამ apps, დავთაგავ და ნახეთ. საოცარია. ძალიან კარგია. მოიცადეთ, ჩავწერ.